ეს თუგის ბიჭები არიან. ბიჭები, რომლებიც ჯერ ბათუმიდან წავიდნენ სტამბოლში ველოსიპედებით, ეხლა კი ბანგკოკიდან აპირებენ თბილისში ჩამოსვლას. ამისთვის ლოგიკურია, რომ ჰაიპი და ფინანსები სჭირდებათ. მათ მიაგნეს იდეალურ გზას, რომ ეს ორი კომპონენტი ერთად მოეპოვებინათ და ნახეს ვიდეო. ვინც ყველაზე მეტ უგას ბურგერის სტანდარტულ კომბოს შეუკვეთავს 20 იანვრამდე Wendy's-ის ნებისმიერ ფილიალში აპლიკაციით, საჩუქრად მიიღებს 10,000 ლარს. მიზნად დაისახეს ამ ჩელენჯში გამარჯვება. მათ შეიძინეს 250-ზე მეტი გუგას ბურგერი და ხალხში დაარიგეს. ჯერ ბათუმში, შემდეგ კი თბილისში. მათ გაიმარჯვეს ამ გათამაშებაში, მაგრამ ეს არ იციან. ეს კი მე და ბატონი გივი ვარ. მთელი გეგმით, ორი მსახიობით და ბატონი გივის ანგარიშზე 10,000 ლარი. და დღეს ჩვენ ვაპირებთ პატარა ფრენკი მოუწყოთ ბიჭებს და შემდეგ გავახაროთ მათი გულები. ჩვენ დღეს გვეყოლება fake გამარჯვებულები, რომელსაც გამოვაცხადებთ, რომ მოიგეს 10,000 ლარი და ვნახოთ ბიჭების რეაქციას. მე უკვე ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს და როგორც მართლა მოხდა და როგორც არის. თავარია რომ არ შეგვეთქოს რა. მე შენ მსახიობურ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. შესაში არა. მოვიდნენ მონაწილეები უკვე ნელ-ნელა გადმოვინათ სულად გადაღების წეს და აი ველოდებით რა ბიჭების ყველაფერი გვაქვს. მოკლედ თავარია რომ კარგად შედგა. ეხლა ნელ-ნელა დავიწყოთ ამას ვიღებ იმას ვიღებ რა, ანუ ეს ვიდეო მთლიანად ცალკე იქიდან დაიწყება და იქიდან იქნება ყველაფერი, მაგრამ ამას ვიღებ რაღაცა მეორე არხის თემას ვაკეთებ და მაგისთვის, ამიტომ თუ რაღაცა აი როგორ მოგწონთ თვითონ თემა და რაღაცები მე ლაპარაკეთ რა მაგაზე. ძალიან მოხდა ჩვენთან ვატყავდა ტაილანდში ვაპირებთ თქვას რაიკიდან წამოხდა და ერთ საღამოს შეხვდა შენი ვიდეო გათამაშებთან დაკავშირებით და უცებ აზრად მოგვივიდა რომ ესეთ რამე გექნა. მე ძალიან მიყვარს ხოლმე რაღაც ესეთ პატარ-პატარა ჩელენჯებში მონაწილეობა და მეთქე მეც რა ვიცი თქო რა და გამოვიწერე რაღაც ბურგერები. თან რავია გამოჩენაც მიხარია ხოლმე რა რაღაც ადგილებში და წარმატებები მინდა უსურვო ყველას რა. ამასობაში TikTok ედიტების გამარჯვებული წყოს. უკვე ორგზის ჩემპიონი გილოცავ ძმაო, შენ შეგიძლია პირადში მომწერო, ხოლო ვინც ამ ვიდეოზე გააკეთებს ყველაზე კრეატიულ ედიტს, ჰეშტეგით ბიჭები ბანგკოკში საჩუქრად მიიღებს 500 ლარს. აქ გვაქვს ლიდერბორდის დაფა. ვისაც კი ოდესმე მოუგია ჩვენ გათამაშებებში, იმათი სია. ამ სიაში შეიძლება თქვენც მოხვდეთ, ხოლო ვინც ამ სიაში ბოლოს იქნება ლიდერი, ის მიიღებს განსაკუთრებულ პრიზს. დანარჩენ პირობებს ნელ-ნელა მოგახსენებთ, ასე რომ აუცილებლად ჩაერთეთ გათამაშებაში, იმიტომ რომ საინტერესო ამბები გველოდება წინ. კიდევ ერთი 10,000 ლარის გათამაშების დრო მოვიდა. დღეს ჩვენ გავათამაშებთ უკვე სხვანაირად. ეს არ არის უბრალოდ გათამაშება, ეს იყო ჩელენჯი, რომელიც პირველად გავაკეთეთ და ვცადეთ რომ გავაკეთებინა რაღაც განსხვავებული. ვინც ყველაზე მეტ გუგას ბურგერის სტანდარტულ კომბოს შეუკვეთავდა Wendy's-ის აპლიკაციით, საჩუქრად მიიღებდა 10,000 ლარს. გვეყოლებოდა ერთი გამარჯვებული, მაგრამ დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ყავდეს 3 გამარჯვებული. სამივეს ექნება სხვადასხვა პრიზი და Wendy's-ისგან ეს საჩუქარი არის თქვენთვის. ნუ შეიძლება ზოგს უფრო მეტი მოუწიო, ზოგს უფრო ნაკლები, მაგრამ რას ფიქრობთ ბატონო? ნამდვილად ჯობს 3 საჩუქარი. აბარა, ანუ ისე უნდა ყოფილიყო რომ ერთი გამარჯვებული გვეყოლებოდა დღეს 3-ვე და უკვე აქ მონაწილეობისთვის ჩემი აზრით გამარჯვებულები ხართ გავახვერეთ ერთად. გუგას ბურგერი არის ჩემი ბურგერი. ეს ყველაფერი ჩემ ბურგერს უკავშირდებოდა და მე თვითონ ძალიან ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ რომ თქვენთან ერთად ვარ. ყველაზე მეტი გუგას ბურგერი გაიყიდა, შეიძინა და მოიგო აპლიკაციით და პირველ ადგილზე გავიდა. ბადრიშო შიტაიშვილი! გილოცავ ბადრი? გიმოძღო. ეს უნდა გადმოგცეთ შენ. ბრავო! Bravo, Badru. Bravo. გილოცავ ძმაო, რას ფიქრობ? ძალიან მიყვარს ხოლმე ესეთ პატარა ჩელენჯებში რაღაც მონაწილეობის მიღება და საინტერესო იყო. ძალიან არ მოწონს პატარა ჩელენჯს რო ეძახი ეგ ამბავი, მაგრამ არა, ანუ კაი ჩელენჯია, კი, მაგრამ ჩვენ თქვით რომ დღეს ყავს ყველა გამარჯვებული, ამიტომ მეორე ადგილზე დღეს გამარჯვებულს გადაეცემა 5,000 ლარი და მეორე ადგილზე გავიდა საბა კომუშოვი. ბრავო! მოდით, ჩემთან ბატონო გივი, ეს ერთად უნდა ვთქვათ რა. მესამე ადგილიც არ დაგვრჩება ნაწყერი. ნაირად. და 150 გუგას ბურგერი, კი არა და რეალური გამარჯვებულები და 10,000 ლარი მოიგო.
და ეხ თქვენ დარწმუნებულები ეხა მე იმდენ თქვენ ვიდეოს უყურე რომ აი ზუსტად ვიცოდი რომ თქვენზე ჩართული არავინ არ იქნებოდა მაგ ჩელენჯში იმიტომ რომ თქვენ გაქვთ მოტივი თქვენ გაქვთ აი მიზანი რისთვისაც და იდეა და თან აი როგორ აი ეს ბურგერებიც რაში გამოიყენეს მაგასაც ხო დიდი მნიშვნელობა აქვს ეს 1000 ლარი იქნება ჩვენი ასე რომ ვთქვა мотивация იმისთვის რომ ჩვენ ტაილანდიდან ჩამოვიდეთ საქართველოსამდე მაქსიმალურად უოკლეს დროში რა მოკლეს ველოსიპედებით მოდიხართ როგორც ვიცით და მე რეკორდის მსგავსია ეხლა მე ვფიქრობ საქართველოს ესეთი კონტენტი იშვიათია ერთი ჯუმბილეჟო მახსენდება მაგაზე და რაცია ჯუბელეჟავა კაი ანუ YouTube-ზე იწყებთ აქტიურ მოღვაწეობას ჩვენ იქაც დაგაწევთ რაღაც პატარა ჩელენჯებს ნახოთ ჯერ ვიდეოებს როგორ გააკეთებთ თქვენთვის გვაქვს საინტერესო იდეები მაგრამ ჯერ გააჩნია მგონია რომ კარგად უნდა გააკეთოთ და კარგად თუ გამოიყენებთ ყველაფერი კარგად იქნება რა ეხლა წარმოვიდგინეთ თვითონ როგორ არიან რა ანუ მოვიდნენ ამდენი წვალის ჯერ ბათუმიდან არიან ჩამოსულები ორი გზა გავაკეთეთო მოდიოდნენ რამდენი ბურგერი იყიდეთ ჯამში 200 მეტრი რა 200 მეტი ბურგერი იყიდეს მაგის გარდა რამდენი ვიდეო გადაიღეს მთელი გეგმა აქვს და უცბად მოვიდნენ და მესამე ადგილზე გავიდნენ მაგარი მსახიობი ხარ ძმა მე სულ გაფასებდი ახალდეს მაგრამ ეხა აი 10 მაგარი მსახიობი და ეს ჩემი ზვაკაცია საბა და ჩემი ზვაკაცის მაგარი მსახიობი გამოდგა ეხა ბადრიზე ვიცოდი მაგრამ ცოტა შემეშინდა რაღაც მომენტში ისე სულ რაღაცა ისეთი მომენტი მქონდა რომ ანუ ფრენკს თუ გადავიღებდი არ მინდოდა რომ დადგმული ყოფილიყო ჯერ ეგ-ერთი და მე მეორე აი რაღაცა მძაფრი მომენტია რა ტიპს ატყუებ ეხლა რა სკოლსტავი ის ორი თვეში რომ წარმოვიდგინე 10 წამში დაუნგრიეთ ყველაფერი და აი თასახეზე რომ უყურებდი მე ცოტა დიდხანს მქონდა გათვლილი რომ გავწელავ მეთქი მაგრამ რა შეიძლება მალე მეთქი ეხლა ბადრის ჩამოაგდები და ისე ლაპარაკობდი რომ მუზადი ბურგერი ხალხა არაფერი არ არის რა ესე გონდა გახარებოდა თქვა ყოფილი 150 თან გუგას ბურგერი ხო მაგრამ 200 მეტი ნაყიდი ქონდა ბურგერი გუგას ბურგერს რა შეიძლება გუგას ბურგერი არის ლიმიტირებული დროით ცოტა დრო ღარ რჩება სანამ ამოიწურება გუგას ბურგერის დრო ამიტომ ვისაც არ გაგისინჯავთ დააგემოვნეთ და ვინც გასინჯეთ მაგან უკვე იცის რაშიცაა საქმე თქვენ გასინჯული გაქვთ მადლობა მსახიობებო მადლობა ბიჭებო ძალიან გავერთ კიდე ერთხელ იგრები ხართ ბიჭებო